ეკლესიის დახურვის სადრო მოიყვება. ორჯერ შესანიშნავი პროექტია. დაგეგმილი გვაქვს ყოველდღე მთელი გუბერნიის სამსახურები არის გადანაწილებული ეს კრებებზე უბრალოდ ვესწრებით რომ რამე არ მოხდეს ისეთი არასწორი გათვლა და კონსულტაცია რომ გავუკეთოთ მხოლოდ მეტი არაფრისათვის და თან ძალიან მიხარია რომ ესე ჩვენი დღეს ხალხი შეიკრიბა და თვითონ ერთობლივად წვითავენ სოფლის პრობლემებს. შესანიშნავი პროექტია. დიდი მადლობა მთავრობას დახმარებისთვის. ხალხის მოსულია შეკრებილია რომ ძალიან კარგი პროექტი არის. უბრალოდ ახლა ყველა სიტყვაზე იქნება ეს თანხები გადანაწილდეს, ისე რომ არც ის დარჩეს, არც ჩვენ დავჭეთ, მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ დიდი მონაკვეთია სოფლის, ტაძარი ააშენა ქველმოქმედმა ადამიანმა თავისი ფინანსებით, არის 200 მეტრი გზა მისასვლელი, რომ თითქმის შეუძლებელია ტაძრამდე მისვლა. და რომ გააკეთეს ეს და დაგვეხმაროთ დაგვიგონ იქ ეს ფენა. იმიტომ რომ ტაძარია თან ხალხისთვინაც მოსახმარისია, იქით დიდი უბანი არის 145 ოჯახია. და თან ტაძრისას გაკეთება. ჩვენ მოხარული ვართ ასეთი რამ როკეთება სოფლისათვის, ხალხისათვის. ამას ძალიან მივესალმებით. გვიხარია ხალხს. ღამე ამძინავს სიხარულით. ოღონდ პატარა რაღაცა ასეთი რაღაცები გაგვიკეთეთ ელემენტარული მაინც. მე მაქვს ახლა 1.80 მეტრო ლომინაშვილების უბანზე საერთო გზა არის ჩხუბი და ომი. ბოდიშმა მithოვია დედის გინება არ დამაგლეს კიდევ იმ კეთებას. ხო და გვაკლი ახლა კიდევ 1.80 მეტრი დასაგები და მეორე ადგილას კიდევ 30 მეტრო. მეც არ ვთხოვობ რომ წყალი გადავარდეს იქით, მოდის მეორე მხარეს არის იქანა ხალხი ისეთი არ უშვებს თავის ადგილში ამ წყალს სადაც მიდიოდა. ეხლა ეს პროცესები ეხლა ჩვენ იწყება. მე მინდა ხაზგასმით თქვა ერთი რაღაცა რომ არავინ არ იფიქროს რომ ეს არის მარტო დაკავშირებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან. ჩვენ ადრეც ამოვდიოდით აქ. ყველამ არის ის. ამიტომ ამას თუ მიეცემა კამპანიური ხასიათი, ეს ყველაფერი ეხლა აღრიცხულია და ყველაფერი. და რაც მთავარია თვითონ ყოველი მოსახლე რა პრობლემებიც აქვს თანხას გამოყოფ და მუშახელი იქნება ადგილობრივი სოფლიდან. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჯერ ერთი კონტროლი მაგათ ხელში იქნება და თუ რაიმე დაიკარგება თავის თავს უნდა დააბრალოს. თან დაუმატოთ ამას რომ ეს ყველაფერი არის დასაქმებასთან დაკავშირებული. თან თავის საკუთარია. ასე რომ ეს პროცესი ახლა ჩვენ კიდე წავალთ მერე ზესტაფონში ალბათ შემოგვიერთება გუბერნატორი დაყავებული იყო და ჩვენ იქ შევიკრიბებით და კიდევ აჩვენებთ გზებს რომელიც გასაკეთებელია იქ ცხაწყაროს გზა არის ვარინკობა უნდა გავაკეთოთ და რაც მთავარია მე მინდა კიდე შევახსენო ხა ჩვენს ტელემაყურებელს რომ ჩვენ ვემზადებით 140 წლის თავისათვის ზესტაფონში ეს იქნება ძალიან დიდი მთელი წელიწადი იქნება საიუბილეო წლად გაწერილი ასე რომ ყველა ის პრობლემა რომელიც არის დაკავშირებული იქნება ამ იუბილესთან, მაგრამ საქმე უნდა გაკეთდეს პირველ რიგში.